სამშაბათს და შაბათს საღამოს 19 საათიდან პირდაპირ ეთერშია ოთარ ხუფენიას საავტორო გადაცემა საუბრები ეკონომიკაზე. საღამოშვიდობის მე ვარ ოთარ ხუფენია, ეკონომისტი და ვსაუბრობ ეკონომიკაზე პროფესიონალ ეკონომისტებთან. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღეს ჩემი გადაცემის სტუმრები ბრძანდებიან ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში ბატონი გიორგი მალაშხია და ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი ევროკავშირის საინვესტიციო პოლიტიკის საქართველოს მიმართ ჯერჯერობით ერთადერთი დოქტორი ჩვენს ქვეყანაში ქალბატონი მაია ბენია. ძვირფასო ტელემაყურებლებო, ჩვენ წინა გადაცემაში ჩემს პატივცემულ სტუმრებთან ერთად ვისაუბრეთ ფრიად სერიოზულ თემაზე. ეს გახლავთ კეთილდღეობის თემა თანამედროვე სახელმწიფოში, მისი გააზრება, ახლებური და იმის გამო, რომ ამ თემაში, მეცნიერულ დამუშავებაში ამ თემისა უდიდესი წვლილი მიუძღვის პროფესორ გიორგი მალაშხიას და შემდგომ უკვე ახალი თაობის სწავლულ ეკონომისტს ქალბატონ მაია ბენიას ჩავთვალეთ, რომ ეს ამისთვის, ამ თემისთვის მიგვეწყნა ჩვენი გადაცემა და ასეც ველოდით, რომ ერთი საეთერო დრო ამისთვის საკმარისი არ იქნებოდა, ამიტომ წინა გადაცემის ბოლოს მე ჩემი ძვირფასი სტუმრებისგან მივიღე თანხმობა, რომ ისინი სიამოვნებით გააგრძელებდნენ ამ თემაზე საუბარს შემდეგ გადაცემებში. გარდა ამისა, უნდა ვთქვა და ამას უკვე გარკვეულწილად დიდი სიხარულით ვამბობ, რომ ამ გადაცემის შემდეგ მე მივიღე არაერთი ზარი სოციალურ ქსელებში და პიროვნული კონტაქტებითაც, სადაც ადამიანებმა, მაყურებლებმა გამოთქვეს სურვილი, რომ ამ თემატიკაზე გაგვეგრძელებია საუბარი იგივე ჩვენს სტუმრებთან ერთად. როგორც გამოხმაურებებიც გვიჩვენებს, უმთავრესი ამ შემთხვევაში გახლავთ ის, რომ ამ ჩვენმა საუბარმა მრავალს დაანახა, რომ მხოლოდ მატერიალური დოვლათის წარმოება, მხოლოდ ეკონომიკური სიმდიდრე, მატერიალური სიმდიდრე ამა თუ იმ ქვეყნისა არ ნიშნავს და შეიძლება ცოტა უხეშადაც ვთქვათ, სულაც არ ნიშნავს ამ ქვეყანაში კეთილდღეობის შესაბამისად მაღალ ხარისხს, დემოკრატიის მაღალ დონეს და რაც ყველაზე მთავარია, ერთ-ერთი ბოლო ინდიკატორი, რომელიც ამ საუკუნისთვის, მე-20 საუკუნისათვის არის დამახასიათებელი, მოქალაქის კმაყოფილების ხარისხს. და აღმოჩნდება იმგვარად, რომ ის აქსიომები, რომელიც დავუშვათ 50 წლის, 100 წლის წინ ქმედითი და მუშა იყო, რომ ვთქვათ, კლიაში და პროდუქტს თუ მივახცევდით ერთ სულ მოსახლეზე, რაც შეიძლება დიდ რაოდენობას, თითქოს ეს იყო ძირითადი და გადამწყვეტი ადამიანების, მოქალაქეების კეთილდღეობის თვალსაზრისით. დღეს მე გარკვეული სიამაყით ისიც მინდა ვთქვა, როგორც წინა გადაცემაშიც ვთქვით, რომ ერთ-ერთი ადამიანი, მეცნიერი, მკვლევარი, ეკონომისტი, რომელმაც კითხვები დასვა ამ პარამეტრებთან მიმართებაში და მისი უთხოვარობის შემოწმების შესახებ, სწორედ რომ ბატონი გიორგი მალაშხია გახდათ, რომელმაც თავისი მრავალი ათეული წლის საქმიანობა სამეცნიერო კვლევითი დაასრულა ვიტყოდი გადაჭარბების გარეშე ძალიან დიდი წიგნით, ეს არის მეტა ეკონომიკა და გარკვეულწილად ამ საკითხებზეც
ვისაუბრეთ და დღესაც მოგვიწევს საუბრის გაგრძელება. მაშასე ბატონებო, პირველ სიტყვას ისევ ბატონ გიორგის თხოვთ, პროფესორ გიორგი მალაშხიას და ბატონო გია, კიდევ მიუბრუნდეთ ამ საკითხს. კი ბატონო, წარმოება, მისი განვითარება მაღალი დონე, უცილობელი პირობაა ერთ-ერთი კეთილდღეობის, მაგრამ არა საკმარისი. შევეცადოთ აი ამ თეზის უფრო გაშლას და შემდგომ ქალბატონ მაიაბენიას თხოვ, რომ როგორ არის ეს ასახული, თქვათ, ბატონი გიორგის სხვა უცხოელი კოლეგების კვლევებში, სად გვაქვს თანხმედრა, სად გვაქვს განსხვავებები და თქვათ, როგორ გვესახება პერსპექტივები ამ თემის. ხოლო მეორე ნაწილი ჩვენი საუბრებისა მიუძღვნათ უკვე ჩვენს საყვარელ სამშობლოში, როგორ გავხადოთ ეს აზრი უფრო და როგორ მივიტანოთ მაყურებლამდე ამ თემისა, რომ მხოლოდ წარმოების მოცულობა არ არის ის ძირითადი ინდიკატორი, რომელიც თითოეული ჩვენთაგანი, ჩვენი შვილების და მომავალში შვილთაშვილების კეთილდღეობის განსაზღვრელი იყოს, არამედ აქვე ახალი საქართველოს მშენებლობის ფუნდამენტში ჩასადებია სხვა ფასეულობები კიდევ დამატებით, რომელიც საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ნორმალურ და ცივილურ სახელმწიფომდე. გთხოვთ ბატონო გიორგი. მივესალმები ტელემაყურებელს. დასაწყისში მე მინდა გამოვთქვა კმაყოფილება იმასთან დაკავშირებით, რომ ტელეკომპანია ახალი საქართველო ყურადღებას ამახვილებს ეკონომიკის განვითარებისა და საზოგადოების კეთილდღეობის საკითხი ურთიერთკავშირის საკითხზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თუ ჩვენ საზოგადოებაში არ ჩამოყალიბდება ცნობიერება, ჭეშმარიტი ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა არის ცხოვრების საზრისი, რა უნდა იყოს ადამიანების მიზანი ცხოვრებაში, მაშინ სწორია ის აზრი, რომ რაც გინდა სიუხვე არ უნდა შევქმნათ ჩვენ, საკმარისი არ იქნება იმისათვის, რომ გქონდეს კეთილდღეობის საზოგადოება. ანუ სხვანაირად შეიძლება თქვა, ბედნიერი საზოგადოება. ადამიანის არსებობის ერთ-ერთი ძირითადი პირობა ის არის, რომ მან მიაღწიოს კეთილდღეობის მაღალ დონეს და მთელი კაცობრიობა ამისთვის იბრძვის. მაგრამ დამოკიდებულება იმის საკითხისადმი, თუ როგორ უზრუნველყოთ ეს კეთილდღეობა, მის მაღალი დონე, სხვადასხვა და გაგება სხვადასხვაა. აი სიმდიდრის როლის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობდა ჯერ კიდევ ძველი დროიდან და მე მინდა გამოჩენილი საყვარელი ძალიან ჩემთვის მაგალითად და ყველასთვის რა თქმა უნდა ბაირონის პატარა ამონარიდი წაგიკითხოთ ახლა სიმდიდრის შესახებ. აი რას ამბობს ის, რა სიმდიდრე ერთ საათშიაც იქნება გაქრეს, თუ მტერი დაგძლევს, ან თუ ბედი დაგიგებს მახეს, რა ტიტული იგი მაცდურ ბურანში გახხვევს, რა არის მოდა, მე ვიძიებ მხოლოდ დღა სახელს. რა თქმა უნდა, გენიოსისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო და უპირველესი იყო მისწრაფება სახელისაკენ და სახელი ნიშნავს ბაირონისათვის იმას, რომ ის ქმნის საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან ფასეულობას, როგორც არის პოეზია, როგორც არის კულტურა და მისი შემადგენელი ნაწილი. ბატონო გიორგი, ახლა აუცილებლად უნდა ჩავერიო, იმიტომ რომ თქვენი არ იყოს ქალბატონ მაიასაც და მეც ორივეს გვიყვარს პოეზია და ბევრი ვართ ესეთი ეკონომისტები, რომლებსაც პოეზია გვიყვარს და დიდი ბაირონის ნათქვამ ახლა ავტომატურად მე მგონი მაიასაც გაახსენა დიდი შოთა რუსთველი. ჩვენი ძალიან დიდი წინაპარი ჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა. ეს სიქველი, ანუ თავარი სიქველი. და ცოტა კიდე უფრო შორს თუ წავალთ, მაშინ ასე თუ მოიტანა ასე დიდი კოლხი ფილოსოფოსი იოანე მინჩხი ბრძანებდა ქმენ სიკეთეო და იქსვამდა წერტილს. აი ჩვენ მერე ცუდად ვისწავლეთ დიდი იოანე მინჩხის ეს შეგონება და დავამატეთ ცოტა ქვაზე დადეო. პერიესიც აღარ გვეყო და დავამატეთ გაივლი და წინ დაგვდებაო. ანუ მთლიანად გავაუფასურეთ და გავაუბრალოეთ
მერკანტილური გავხადეთ. კოლხი ფილოსოფოსის ეს ცნება. ის კაცი მართალი იყო, ქმენს იკეთე და წერტილს იქსვამდა. ეს უბრალოდ ჩემი ჩარევა გაგიგია. ძალიან კარგი და თქვენთან საუბარმა არ შეიძლება ასეთი აზრები არ მოიტანოს გასულ და კიდე ერთს გავახსენებ ჩემს ძვირფას ტელემაყურებას. აი ბატონო გია ის შემთხვევაა, როცა თვითონაც წერს ლექსებს და დიდი პოეზიაც იცის ძალიან კარგი. მადლობთ ჩარევისათვის თქვენ გამდიდრეთ ეს ჩემი აზრები, მაგრამ კიდე მინდა ერთ დავამატო, რომ ჩვენ სიმდიდრე წინააღმდეგ არა ვართ. კეთილდღეობა აუცილებლად გულისხმობს სიმდიდრე და რა არის კეთილდღეობის ფორმულა? კეთილდღეობის ფორმულა არის ასეთი, ვერბალურად და სიტყვერად თუ ჩამოვაყალებ, აი ჩემი ისა მიახლოებით იქნება რა თქმა უნდა, ეს არის სულიერი სიჯანსაღე, ფიზიკური სიჯანსაღე ადამიანის მისი მოთხოვნილების, ჯანსაღი მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, გარემო, შვიდი, სასიამოვნო გარემო, ადამიანებს შორის ურთიერთობა, ისეთი, რომელიც თქვათ სიამოვნებას იწვევს და ნამდვილად ცხოვრებას, სიამოვნებას, გრძნობას გამოიწვევს. აი ეს არის და ასეთი მიდგომა აუცილებელია, თორემ ჩვენ არა ვართ, ჩვენ ვართ მომხრე, როგორც აი აქ ვინც ვარ და ბევრი სხვა კიდე საზოგადოების უდიდესი ნაწილი, გარკვეული ბალანსისა, სულიერ სიმდიდრესა და მატერიალურ სიმდიდრეს შორის. ესენი უნდა იყოს დაბალანსებული და მაშინ ნამდვილად იქნება კეთილდღეობის საზოგადოება შეიძლება შევქმნათ ჩვენ. ნუ ეს თავისთავად ახლა ჩვენ აქ ყველაფერს ვერ განვიხილავთ, აი რისგან შედგება ყველაფერი ეს ძალიან რთულია. საკითხები მოითხოვს დიდ ხანს მსჯელობას, ხანგრძლივ კვლევებს და ამ შემდეგ, მაგრამ აი მოკლედ მაინც ჩვენი წარმოდგენა ასეთი უნდა იყოს, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ საზოგადოების ცნობიერება არ შეიძლება აი დასავლეთი უკვე კრიზისს განიცდის იმის გამო, რომ ეს სამომხმარებლო საზოგადოებამ ძალიან დაამახინჯა ადამიანთა ცხოვრება, მათი წარმოდგენები, ისინი გახდნენ თქვათ ნივთების მონები გარკვეული აზრით, არა? ამიტომ ეს პრობლემა ჩვენთან ყველასთვის არ დგას, მაგრამ ზოგიერთისთვის შეიძლება იდგეს კიდევაც. მასზემე ამ საკითხის გარშემო სწორი ცნობიერების ჩამოყალიბება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სწორედ ამოცანა ჩვენი საზოგადოებისა იმასთან ერთად, რომ ჩვენ უნდა უზრუნველყოთ, რა თქმა უნდა, ხალხი იმ მატერიალური დოვლატით, რომელიც აუცილებელია იმისთვის, რომ ვიარსებოთ, განმოვითაროთ ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, რა თქმა უნდა, ძალიან დიდარი რო ვიყოთ მატერიალურად ყველას უზარმაზარი სიმდიდრე გქონდეს და კულტურა არ გვექნა სათანადო განათლება, მაშინ რა თქმა უნდა ვერ ვიქნები ჩვენ კეთილდღეობის საზოგადოება და ჩვენი ცხოვრების ხარისხი ვერ იქნება მაღალი. აი, ამასთან დაკავშირებით, აი ეს მინდოდა თქვა და ძალიან კარგია რომ ამაზე მსჯელობა მიმდინარეობს ტელევიზიაში. ბატონო გიორგი, მე ვთქვი და კიდე გავემეორებ, რომ თქვენთან საუბარი როგორც მეცნიერ ეკონომისტთან, კვლევართან ამ თემისთვის არის საინტერესო, იმიტომ რომ თქვენ ამაზე დღეს არ დაგიწყიათ ფიქრი და არც გუშინ ძალიან დიდი ხნის წინათ 10 წელი გაქვთ ამისთვის მეცნიერი და ამიტომაც არის და ისე ხდება რომ დღეს ჩვენ როდესაც პრაქტიკულად ველური კაპიტალიზმის სტადიას გავდივართ თუ ასე კლასიკური ტერმინებით ვისაუბრებთ აღმოჩნდება რომ სწორედ აი ახლა იმ ახალი ქართული სახელმწიფოს საფუძველში ჩასაყრელი სწორედ ახლა ის ფასეულობები და მე საძირკველს რო ვამბობ და თქვენ ახსენეთ ეს აუცილებლად გეთანხმებით ამაში ჩვენ ცნობიერებაში უნდა ჩაიბეჭდოს ღრმად რომ ბევრი რამის გადაფასება მოგვიწევს ჩვენ და თქვენ კი ცოტა ისე თქვით რბილად რომ საქართველოში ჩანსო ეს თქვათ ნივთებისადმი მონური დამოკიდებულება და გაფეთიშება ჩანს ბატონო ჩემო ბატონო გია ჩანს არა ნათლად ჩანს უკვე მე არ მინდა ვინმე შეურაცხყოფა მევაყენო მაგრამ აი ცნებებია უკვე ჯიპოსნების სამწუხაროდ არა მარტო საერო ცხოვრებაში სამწუხაროდ ბევრ სხვაგანაც ასე შემდეგ და ასე შემდეგ ანუ გამოდევნება ამ უხვისათვის და პარალელურად დაკარგვა თანა ალმობისა
სოლიდარობისა რაც ქრისტიანული რელიგიის ჩვენი გენეტიკური საფუძველია, რაც ვთქვათ, სამწუხაროდ თანდათანობით თლად დადებითი ნიშნები არ არის. ეხლა მე მინდა ბატონო გიორგი თქვენის ნებართვით ქალბატონ მაიას ვთხოვოთ, ამე თუ თქვენ ახსენეთ ახლა რომ დასავლეთშიც კი და წინა გადაცემაშიც ვთქვი, რომ მოაზროვნე ადამიანები აანალიზებენ რა თავიანთ ქვეყნებში მიღწეულ ცხოვრების დონეს, მოდი ასე ვთქვათ, ისინიც კი უკვე კითხვის ნიშნებს სვამენ, სერიოზულ კითხვებს, იმისთვის რომ კი არის სიუხვე, კი ბატონო დაწყილებულია ქვეყანა, მაგრამ არის ბევრი პარამეტრი, რომლის მიხედვითაც ეს ადამიანები თავს კეთილდღეობაში ვერ გრძნობენ, ბედნიერები არ არიან და ამ კუთხით რა შეგიძლია ქალბატონო, ბაია შეგიძლიათ კი არა, გვინდა რა მოკლე ანალიზი გაგვიკეთოთ მეცნიერ ეკონომისტების ხედვებს ამასთან მიმართებაში. ბატონო მოგახსენებთ დასავლეთი რომ კრიზისს განიცდის ეს უკვე ყოველთვის თვალნათელია ის თვითონ დასავლეთის წარმომადგენლები, მწერლები, მეცნიერები არაერთი წერს თავის ესეებში, თავის პუბლიკაციებში აქვეყნებენ ამათ რომ დასავლეთმა დაკარგა თავისი სულიერი ფასეულობები. ანუ ეს არის მეინსტრიმული კულტურა რომელიც დღეს ვეღარ არის მეინსტრიმი, რადგან თვითონ ევროპა სერიოზულ დეკადანსს განიცდის. და ამაზე არაერთი მწერალი წერს, ახლა დღესაც ძალიან პოპულარული ფრანგი მწერალია ფრედერიკ ბეკბედერი, რომელიც თავის ჩემს სტუდენტებს სხვათა შორის მარკეტინგს რო ვასწავლი ხოლმე, ყოველთვის ვურჩევ წაიკითხონ ეს წიგნი 99 ფრანკი, რომელიც აი პირდაპირ აი ამ სულიერების დაკარგვას, ამ ფასეულობების დაკარგვას, ამ ნივთებისადმი გამოდევნებას, აი ამ მქონებისადმი დამონებას, ამას ისე მხატვრულად და ისე რეალისტურად აღწერს ძალიან. ასევე მისი ერთ-ერთი ნაწარმოები ეს არის Windows on the World, რომელიც ამერიკის 11 სექტემბრის ტერაქტს მიეძღვნა. ანუ რას იწვევს საბოლოოდ სულიერი ფასეულობების ყდომა ადამიანში და რატომ მოხდა ის რაც მოხდა. ანუ რატომ არის დღეს ევროპა, რომელიც ერთ-ერთი მეინსტრიმული კულტურა იყო, დღეს თვითონაც დეკადანსს განიცდის. ანუ ფაქტობრივად ევროპის უსაფრთხოებაზე დღეს ზრუნავს ნატო. ევროპა არის ეკონომიკური ალიანსი, ევროკავშირი და ფაქტობრივად მის უსაფრთხოებაზე ზრუნავს ნატო. ანუ ის დამოკიდებულია უკვე ხო ამერიკის შეერთებულ შტატებზე და ამიტომ შედარებით კონფორმისტულია, მოდი ვთქვათ ასე. მოდით ასე ვთქვათ, ქალბატონმა ეცოლა დავაზუსტოთ, მე რომ სწორად იყოს გაგებული, მან გარკვეულწილად თავისი ფუნქციები თავისი ასე ვთქვათ, სუვერენიტეტი გარკვეულწილად დათმო. რა საკვირველია ჩვენ ყოველნაირ კოალიციას. თუმცა ფრანგებს ცოტა განსხვავებულად აქვს, კი არა, ამერიკა საფრანგეთისგან დავალებულია, რა თქმა უნდა, დავალებულია და მისთვის დედობილივით არის საფრანგეთი, რა თქმა უნდა და ვალშია ამ ქვეყანასთან და რა საკვირველია ახლა დღეს რაც ხდება. არ მეგეც ავთქვათ, დეგოლის დამსახურება, დიდი დეგოლის. დიახ, რა საკვირველია, ახლა ისტორიულ კურსს აღარ გავაკეთებ, რადგანაც ეს უკვე ყველა მიიცის და საფრანგეთი ხა მეტად თავისუფლების მოყარე ერია, რევოლუციების სამშობლოა, ცვლილებების და მაგრამ აი პირველად ახლა ამერიკული თემები რო არსებობდა ანუ იქაც როგორ იყო საზოგადოებრივი აზრი, ყოველთვის იყო ყველაფერი უმრავლესობის სასარგებლოდ. ანუ ჩვენ საზოგადოება ყოველთვის ვალდებული ვარ, იძულებული ვართ უკაცრავად რაღაცნაირად განსხვავებული აზრი ჩავახშოთ და გავხდეთ უფრო კონფორმისტულები და საბოლოოდ ძალიან ძვირი გვიჩნდება ეს კონფორმიზმი. რატომ? იმიტომ რომ როცა ესეთი კონფორმისტულია საზოგადოება, იქ დაუყოვნებლივ რეაგირება უკვე აღარ ხდება რაღაც მოვლენებზე. ანუ ჩვენ რაღაცნაირად ტოლერანტულები გავხდით ყველაფრის მიმართ, ხო? აი ალექსის დე ტოკვილიც კი შენიშნავდა ხოლმე, რომ აი ამერიკულ საზოგადოებაში ეს კონფორმიზმი, ანუ უმრავლესობის სასარგებლოდ, აი ამ განსხვავებული აზრის უფრო შელამაზება, ასე ვთქვა და უმრავლესობაზე მორგება. ეს ცნობილი მოვლენა იყო ყოველთვის. აი ბრიტანეთში მაგალითად ეხლა მაინც იქ მონარქია იყო რაღაცა და ეს უმაღლესი ქველად იყო გამოცხადებული, განსხვავებული აზრის მოსმენა, გაზიარება და შემდგომ ამისი კანონად მიღება, ხო, ასე ვთქვათ. ანუ დღეს უკვე სრულიად სხვა რეალობაა და სრულიად სხვა ვითარებაა. უბრალოდ როდესაც არის იქ ეკონომიკური კეთილდღეობა, ბევრად უფრო კონფორმისტულები არიან. ამიტომ გარკვეულწილად მათი სატკივარი და ჩვენი სატკივარი რა თქმა უნდა განსხვავდება. ანუ იქ ეს მასლოუს პირამიდის მიხედვით ეს მოთხოვნილებათა იერარქიის ლამის ყველა საფეხური დაკმაყოფილებული აქვს ფართო მასებს. ჩვენთან შედარებით რა თქმა უნდა გაცილებით უფრო კარგად და მეტად და ამიტომ ჩვენთან უფრო სხვა სიტუაციებია ჯერ დასალაგებელი და სხვა პრობლემატიკა აქვს. ჯერ თუნდაც ის რომ ჩვენი განვითარების ინდექსი ეკონომიკური
სოციალური განვითარების, განათლების, აი ნებისმიერი ეს ჩვენი ინდექსი, ანუ რა პარამეტრებით ითვლება. მე მას არ ვამბობ, საქართველოს ხა ისეთი უნიკალური ქვეყანაა, რომ რაღაცა მთელმა მსოფლიომ რაღაცა სხვადასხვა ის უნდა შეიმუშაოს საქართველოს მიმართ, მაგრამ ჩვენი კულტურა არის სრულიად განსხვავებული კულტურა. ხო, ჩვენ ვიყავით პოსტსაბჭოთა ქვეყანა. ამ პოსტსაბჭოთა სივრცეში, სოციალიზმის ეპოქაში ყველაფერი იყო სხვანაირად დალაგებული. ჩვენ ყველას ჰქონდა რაღაცა მატერიალური სიკეთეები, ანუ რაღაცა ყველა სოციალურ ფენას განსაზღვრული ჰქონდა თავისი საარსებო მინიმუმი და ყველამ ვიცოდით, ხო? ანუ ჩვენი რაღაცა პენსია, ხელფასი, ყველაფერი სხვანაირად იყო, ყველაფერი გააზრებული, დალაგებული და დღესაც რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა, თუმცა ბალტიისპირეთი ჩვენზე ადრე გავიდა საბჭოთა კავშირიდან, მაგრამ აი ჩვენ რატომღაც ჩვენი ეკონომიკა ჩიხიდან ვერ გამოვიდა, ასე ვთქვათ, ერთ ადგილს ვკერდით, კი რაღაცები გაკეთდა, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი ამაზე არაერთი მეცნიერი წერდა. ჩვენი ქართველი მეცნიერი, მათ შორის ვლადიმერ პაპავა, ნოდარ ჭიტანავა, აზორ აბრალავა, როცა საუბარია იმაზე, რომ გადავაფასეთ ჩვენ ამ საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ საქართველოს ეკონომიკური განვითარების გზაზე რა შეცდომები დაუშვა, ანუ რატომ დავუშვით? ანუ შოკური თერაპია ჩავატარეთ, რაღაცები გავაკეთეთ, მაგრამ რატომღაც მაინც შედეგის მომტანი ეს არ აღმოჩნდა, ხო? აი იგივე ის, რომ დასავლეთის დახმარება ფინანსური, რამდენი ინვესტიცია ჩაიდო აქ, ხო? რამდენი დახმარება გამოგვიყო ეს ფაქტობრივად, რაც მეორე მსოფლიო ომის დროს მარშალის გეგმით იყო გათვალისწინებული, დაქცეული ევროპისთვის, ფაქტობრივად თითო სულ მოსახლეზე ორჯერ მეტი გამოდის ახლა, რაც ჩვენთვის ამერიკას და ევროკავშირის დახმარებაა გაწეული, მაგრამ ვერ იქცა ეს ჩვენთვის მარშალის გეგმად. ბატონ სოსუარჩოძეს ეწერა ამაზე ძალიან ესე ხატოვნა და ძალიან მომეწონა და დავესესხები მას ამ ტერმინს, რომ რატო ვერ იქცა ეს მეორე მარშალის გეგმად. აი ხო, თითქოს საკვირველია, მაგრამ ბალტიისპირეთი ცოტა ჩვენზე ადრე გავიდა საბჭოთა კავშირიდან. იქ ასეთი მახინჯი ფორმებით არ მომხდარა პრივატიზაცია. იქ არ მომხდარა ვიღაცა გარკვეული კლანების მიერ სახელმწიფო ქონების ასეთი გზით დატაცება, ანუ სტრატეგიული ობიექტების განადგურება, ჯართად გატანა. იქ ყველაფერმა თავისი სახე შეინარჩუნა, უბრალოდ ამ სტრატეგიული ობიექტების გადაიარაღება, განახლება და უფრო ევროპეიზაცია მოხდა და შეინარჩუნეს ყველაფერი. არც ამხელა საგარეო ვალი აქვთ. და ჩვენთან ეს ყველაფერი იმდენად მახინჯი ფორმით განვითარდა, რომ აი ამ შოკიდან ჯერაც ვერ გამოდის საქართველო. ანუ ჩვენ ეხა ფაქტობრივად ინერციით მოვდივართ. ჩვენი საშუალო ფენა, საქართველოს საშუალო ფენა კომუნისტების დროს რაც ცხოვრობდა და რაც ჰქონდა დოვლათი, იმ დოვლათის რეალიზაციით რაღაცნაირად თავი მოიტანეს ხალხმა აქამდე, ხო? ანუ აქ სწავლის გადასახადია, სხვადასხვა საარსებო მინიმუმი, ანუ პენსია, ეს ყველაფერი სრულიად სხვა ინდექსებით უნდა იყოს დათვლილი და რატომღაც ამაზე ყველა დუმს. არ შეიძლება ხა აფრიკისთვის რა პარამეტრებიც არის დაწესებული, პოსტსაბჭოთა ქვეყნისთვისაც იგივე პარამეტრები იყოს დაწესებული. ანუ ჩვენ სხვა დოვლათს ვთქვათ, ჩვენი სასტარტო პირობები ისედაც სხვა იყო, ჩვენი მიწის რესურსი სხვა არის, მტკნარი წყლის რესურსი, ზოგადად ჰიდრორესურსი სხვა არის. ანუ ჩვენთან ყველა სოფლის მეურნეობის დარგი, ყველაფერი ამას სხვა პერსპექტივები აქვს და სხვა მოცემულობა აქვს, ანუ სხვა წინასწარი მოცემულობაა, რომელზეც ზედნაშენის გაკეთება შეიძლება კარგად გააზრებულად, ანუ თუ ამისი ის იქნება სტრატეგიული გეგმა გაწერილი სასტარტო პირობების მიხედვით, ანუ რაც შეიძლება რომ ჩვენ უფრო მარტივად ნაკლები დანახარჯების გარეშე ვაწარმოოთ. და რაც ჩვენთვის პრიორიტეტულია და ადვილად და მარტივად მოგვარდება ამ ქვეყანაში და არ მოვეპოტინოთ რაღაცა ისეთ სფეროებს, რომელიც ძალიან ძვირი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. Ja, გაბატონო მაია, ახლა ჩვენ უფრო ნელა კონკრეტიკისკენაც წავალთ. ერთ რამეში ახლა ჩვენ გონიერი ადამიანი რო არ დაგეთანხმოთ არ შეიძლება. იმიტომ რომ ვარდნა გარკვეულწილად მიღწეული დონიდან საზოგადოებრივ მსხვერპლობაში, თუნდაც საქართველოს წითელი იმპერიის ნაწილი იყო სხვა და ეს ვარდნა არის ძალიან მტკივნეული. მომიტევოს მაყურებელმა, მაგრამ მე ხანდახან წარეთ ხუმრობ კიდევაც რა, რომ აი ამ ბოლო 25 წელმა ქართველობას ერთადერთი რამ მოუტანა, რომ მსოფლიოს პოლიტიკური რუკა ასწავლა მეთქე. არის ჩამონათვალე სახელმწიფოების მილიონი წელი ქართველობას, ახლა თუ არ იყო გეოგრაფიით და თქვა ამით დაინტერესებული, ეს სახელმწიფოებით თქვა იქ მიმდინარე ცხოვრების დონე და ამ შემდეგ არ დაინტერესებდა, არ მინდა ჩამოვთვალო ეს სახელმწიფოები, გამიგებთ ახლა რას ფიქრობ. და ახლა მე და ჩვენს დონეს ვადარებთ, რომ იქ დაუშვათ $2 დღეური შემოსავალი და ამ ცხოვრობს ადამიანი და მე რო თლად არ ვარ გაუბედურებული, იმიტომ რომ თქვა $2 და თქვა 5 ცენტი შეიძლება მქონდეს. აი ეს ადეკვატურად აღარ აღიქმება
ჩვენი ქვეყნისათვის და ჩვენი მოსახლეობისათვის. მე კი მესმის ეს ვთქვა, სავალუტო ფონდისთვის, სოფლიო ბანკისთვის არის ზოგადი ინდიკატორები, რომელთაც შეიძლება ამაზე იფიქრონ და ამის უკვე რაღაც აზრი დგას, მაგრამ ვერაფერი ნუგეში ეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სამშობლოსათვის არ არის. ამიტომ ეს თეზისი უცილობლივ გასააზრებელია. ბატონო გიორგი, ახლა მე მინდა მოვბრუნდე თქვენთან და აი უფრო ამ კუთხითაც შევხედოთ. მაგალითად, რას ნიშნავდა იგივე იმ საზოგადოებისათვის, როდესაც იცოდა, რომ თუ სურვილი ჰქონდა განათლებას მიიღებდა ადამიანი დაწყებული საშუალო და უმაღლესი და მოდი ერთით დავთქვათ, ახლა ბატონებო, ჩვენ ახლა ვინც ვართ აკადემიური წრეების წარმომადგენელი ვარ და მე არ ვიცი ახლა არც მე, არც ჩემს ოჯახის წევრებს, დეებს, არც ჩემ დეიდაშვილ, მამიდაშვილებს, ყველამ მიიღო უმაღლესი განათლება, ძირითადად ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, მაგრამ არა ბატონებო, ტყუილი არც ქრთამი გადაგვიხდია ვინმესთვის, არც მოწყობაში და არც შემდეგ მერე სწავლაში და ჩვენ თვითონაც ვიყავით ლექტორები და არ ყოფილა ასე. გამონაკლისი შეიძლება ჰარვარდის უნივერსიტეტის იპოვა და რა ვიცი სადაც რაღაცა ყალტაბანდობა ხო? ასე რომ ეს მიღწეული დონე იყო. ერთიც იცოდა ადამიანმა, ისიც იცოდა ძალიან კარგად რომ ქუჩაში თუ დავარდებოდა ავადმყოფობის გამო რაღაცა მოხდებოდა, ხა ეძახეთ ურგენტი, გადაუწეველი სამედიცინო მოხმარება და არ დაელოდებოდნენ იმას დაზღვეული იყავი თუ არა. მე 23 წლის ბიჭი ვარ მოხვედრილი ავარიაში, საშინელ ავარიაში, მაგრამ ჩემი მშობლები სანამ ოტობაიადან ჩამოვიდოდნენ თბილისში, არანაირი სამედიცინო მომსახურება არ დამკლებია და არც ჩემს დიდებულ ექიმებს, პროფესორ სიგუას, პროფესორ გვაზავას არ უყურებია ხალათის ჯიბისკენ, მაინც და მაინც მირას ჩამიდებდა. არა და ეს ხომ ჩვენ თვალწინ ნახეთ, ბატონო გიორგი, აგერ დამოუკიდებელ და თავისუფალ საქართველოში და მეცაც გვეუბნებოდნენ, მეცაც ავადმყოფმა უნდა მოუაროს თავის თავს და თუ არ არის დაზღვეული მიხედოს თავის თავს. განათლებაც ასე იყო. ყველა ბუჩქის ძირას უნივერსიტეტები და აკადემიები რო დავაარსეთ. ესეც ხო გვახსოვს. ანუ ესეც ხომ იმ ფასეულობათა აღრევის შედეგი არის ბატონო გიორგი. თორე ყველა ის უნივერსიტეტი და ისა მთლიანში და პროდუქტს კი ზრდიდა მოცულობას და ამიტომ ხარისხი. აი ამაშია საქმე და ბატონი გია რატო იწევს ჩემში და ბევრჩევს მეგობარში ჩვენს დიდ ამტოვანებას რომ ეს შორეულ 80-იან წლებშია ნაფიქრალი, რომელმაც მერე მიიღო მეტაეკონომიკის სახე და რომელზეც დღეს სიამაყედ საუბრობთ შემდეგი თაობის ეკონომისტები და სრულიად ახალგაზრდა გალბატონი მაიას და ბევრი ჩვენისთანა, ხო? აი ამ კუთხით კიდე ერთხელ შეგვახედეთ, ბატონო გიორგი, ანუ ფასეულობების გადაფასება გვჭირდება ჩვენ და წავიდეთ არა ბრმად საითკენ. საითკენ. დაპირ გადმოვიღოთ რამე მოდელი. რაღაც კალკირება მოვახდინოთ, არამედ გავიაზროთ და რეალურად ჯანსაღად შევხედოთ. აი თქვენი ცნებები, ჯანსაღი მოხმარება, რაციონალური მოხმარება და ძალიან რთულია საზოგადოების ცხოვრება. ჩვენ განსაკუთრებით ძნელი პერიოდი გავიარეთ ჩემი თაობის ადამიანებმა და ვიცით რომ ის იმედები, რომელიც იყო დაკავშირებული ტრანსფორმაციასთან, ახალი სისტემის ჩამოყალიბებასთან, ის იმედები ვერ გამართდა და სხვადასხვა ამაზე წიგნით დავწერე მე პატარა წიგნი, რომ სოციალური კონსტრუირების საკითხი არ წავიდა სწორად. ეხლა ის თეორია, რომ სპონტანური წესრიგით უზრუნველყოფ საზოგადოების სწორი გზით განვითარებას, ეს არ მართდება. აი ჰაიეკის თეორია ასეთი მთელი ის დაწერა. არსად არც გაამართლა. მაგრამ აუცილებელი არის საზოგადოების განსაკუთრებით მისი მოწინავე ნაწილის და პირველ რიგში პოლიტიკოსების სახელმწიფო ჩარევა ამ პროცესებში, მაგრამ ერთს ვიტყვი, ძალიან შეიძლება მწარე ნათქვამი იყოს, მაგრამ საერთოდ პოლიტიკოსები შედარებით ზედაპირულად არიან ჩახედული საზოგადოებრივ ურთიერთობათა საზოგადოების განვითარების კანონზომიერებაში და ხშირად ისინი ხდებიან ტყვეებად იმ იდეოლოგიის, რომელიც თქვა მათთვის უფრო მოსაწონია და სხვა. ჩვენთან ძალიან მძიმე პროცესები წავიდა. და წავიდა იმიტომ რომ აი სოციალური კონსტრუირება არ წავიდა სწორი მიმართულებით. ჩვენმა ხელისუფლებამ ჯერჯერობით აი რაც იყო ჩვენთან აი გავლენ პერიოდებში ამ 25 დაახლოებით წლის მანძილზე საერთოდ
ვერ უზრუნველყო ის რომ ეს პროცესი სახელმწიფოს, არამედ სახელმწიფოს, არამედ საზოგადოების ჩარევა დღეს საუბარი უნდა იყოს არამედ სახელმწიფო რეგულირებაზე, არამედ სოციალურ რეგულირებაზე, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, არასამთავრობო სექტორის ყველა მოწინავე ძალი ჩარევა იმაში, რომ ჩამოყალიბდეს ისეთი სტრატეგია განვითარების, რეგულირების, ქვეყნის ცხოვრების, არამედ ეკონომიკის, არამედ ქვეყნის ცხოვრება ერთობლიობაში უნდა იყოს, კომპლექსურად რეგულირებული და არამედ ეკონომიკის რეგულირება. დასავლეთი საუბრობს მარტო ეკონომიკის რეგულირებაზე. ახლა რასაც თქვენ ამბობდით ბატონო ოთარ, რომ აი სოციალური უზრუნველყოფის საკითხები, განათლების საკითხი, ჯანდაცვის საკითხი და სხვა. ნუ ასე თუ ისე გვარდება, არ თუ ისე ძალიან კარგად, მაგრამ მაღალი განვითარების ქვეყნებში აი ფუნდამენტალური დარგები რო უფასო გახადეს, ეხლა ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თაობა ხო უნდა გაიზარდოს. მაგრამ მიდის იქ სოციალიზაცია მთელი საზოგადოებრივი სისტემის და არა მარტო ის, რომ კერძოზე იყოს ყველაფერი დაფუძნებული და სხვა. აიტო ჩვენ კერძო საკუთრების წინააღმდეგ კი არა ვართ. ჩვენ ვართ ისეთი კერძო საკუთრების მომხრე, რომელიც იქნება პლურალიზმის სისტემაში ერთ-ერთი შემადგენელი. საზოგადოება უნდა იყოს პლურალისტური, საკუთრებაც უნდა იყოს პლურალისტური, კერძოც უნდა იყოს, სახელმწიფოც უნდა იყოს და კოლექტიური კოოპერაციული და ასე შემდეგ. ეხლა ევროკავშირის პირველი მოთხოვნა ეს არის სწორედ, რომ კოოპერატივები და ინგლისშიც, გერმანიაში თვითონ გლეხური მეურნეობა 2-3 კოოპერაციის წევრი მაინც არის. სწორი თანაფარდობა, ხო? ამიტომ არ ჩანს ის დახმარებები აქ. აი ჩვენ ავწდით იმ სწორ გზას, აი სოციალური კონსტრუირების პრობლემას. და გადაკეთებული იყო ეს მოდელი, საზოგადოება და სახელმწიფო ისე ჩარეული იყო ამ საზოგადოებრივი ცხოვრების და მათ შორის პირველ რიგში ეკონომიკის რეგულირებაში, რომ აი ესე წარემართა, თქვათ, ეს პროცესი, რომ საზოგადოების ყველა წევრს მიიღოს სიკეთე ამ ტრანსფორმაციიდან. ეხლა ჩვენ კარგად ვიცით ყველამ, რომ აი საუბარი რო იყო პრივატიზაცია როგორ ჩატარდა, თქვათ, ფორმირება სხვადასხვა სისტემის, ბანკის, საბანკო პროცესი და სხვა. კარგად ვიცით, რომ საზოგადოების ერთმა ნაწილმა ძალიან დიდი სარგებელი ნახა, ძალიან კარგად არის გამდიდე კიდევ. ანუ მათი საწყისი კაპიტალი დაფუძნდა აქედან, სახელმწიფო ქონების მიტაცებიდან სამწუხაროდ. ესეც უნდა ითქვას, ყველასი არა, მაგრამ ბევრი. რუსულად არის პრივატიზაცია და ქართულად ვიყენებდი ტერმინს დაცებლური ეკონომიკა. დაცებლური, ხო, პრივატიზაცია და სხვადასხვა. აი ამ პროცესებს აცდა ბალტიისპირეთი, ამიტომაც ევროკავშირის წევრიც გახდა და საერთოდ სხვა ცხოვრება ჩამოყალიბდა იქ. ჯაგერევით ახლა თქვენ უფრო დიდი თეზისისკენ მიდიხართ ბრძნობამას, აქ აუცილებლად კიდე ერთი განმარტება უნდა მივცეთ, რომ შევეცდები ახლა უფრო პოპულარული და მარტივენაზე ვთქვა ესა. ჩვენ როგორ შეიძლება პროფესიონალი ეკონომისტები წინააღმდეგი ვიყოთ საკუთრების და მესაკუთრების. ვინ და ეკონომისტებმა ვიცით ეს ძალიან კარგად, რომ ადამიანი, რომელიც არ არის მესაკუთრე, არაფრის ის არ შეიძლება იყოს თავისუფალი ადამიანი და ჩვენ ბარე ორზე უკეთ ვიცით, რას ნიშნავდა პროლეტარიატის დიქტატურა, არას მქონეთა, გაღლეტილთა და აი ის იყო ყველაზე წავშული. კომუნისტებსაც კი ეშინოდათ გლეხის, თუნდაც იმის გამო, რომ გლეხს გემოქონდა გაგონილი საკუთრების, იცოდა ხა ეს პატარა მიწის ნაგლეჯის ფლობელი რო იყო ეს და ეს გავლილი ეტაპი ამაზე არ უნდა ვკამათობდეთ, მაგრამ მეორე მხრივ, ბატონო გიორგი და ქალბატონო მაია, ჩვენ აი თქვენ ახსენეთ ახლა და აბსოლუტურად სწორად 25 წელი ჭირდება გარა იმას, რომ მივხვდეთ, რომ გამოვიყენოთ კლასიკური ფორმები, სააქციო საზოგადოებებისა, ხოდაბუნებისა, ძველი ქართული დღევანდელი კოოპერატივებისა, როგორც ებრაელები ეძახიან კიბუცებისა. მე ამაზე რამდენიმე გადაცემა მქონდა. და ხო აყვავდა ის ქვეყნები, ვინც ამ სისტემას იყენებს. დიახ, რა თქმა უნდა, ანუ ჩვენ ხო ეკონომისტები კარგად ვხედავთ, ძირი იმისი ეს არის სწორედ, რომ ადამიანი მესაკუთრე ხდება, ის თავისუფალი ხდება. არას მქონე არ შეიძლება თავისუფალი იყოს და და რაიმე ღირდოვლათი შექმნას. რამე, მონის შრომა არაეფექტიანიაო, წინა საუკუნეებში დასაწყისში ვასწავლდნენ ამას და ამბობდნენ ჭკვიანი ადამიანები. ამ ხრივ ადამიანშიც არაფერი არ შეცვლა. სამწუხაროდ, აი იმის შედეგია ის, რომ აი ეს რო არ გვაქვს სწორედ ფასეულობის რანგში აყვანილი ბატონოგია. იმიტომ არის, რომ ძალიან ცოტას საუბრობთ და საფონდო ბირჟებზე,
ძალიან ცოტა საუბრობთ საერთოდ დაზღვევაზე, როგორც ასეთზე, ხო? მაგალითად, ჩვენ თქვენ ბრძანეთ ბატონო გია სოციალური უზრუნველყოფა. მე ახლა ჩემს ძვირფას ტელემაყურებელს უნდა უთხრა ასეთი რამე. კარგად თუ დავფიქრდებით, ჩემო ძვირფასო სტუმრებო და მაყურებლებო, მაგალითად, ცნება პენსიას ჩვენ არა მართ ზომიერად ვიყენებთ. იმიტომ იმგვარი განმარტება, როგორც საქართველოს კანონმდებლობაში წერია პენსიის შესახებ. სოფლიოში ანალოგი არა აქვს. აი კიდევ გავიხსენოთ ერთად რა წერია. პენსია არის გასაცემელი, რომლის ოდენობა განსაზღვრება კანონით სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ. მოდი ახლა მარტივ ერაზე ვთარგმნოთ, რას ნიშნავს? აი ეს არის სახელმწიფო ბიუჯეტი, ჩაიყარა რაღაც ფული და აი ახლა ამის გამნაწილებელი ვინც არის, რამდენსაც მოგცემთ, რამდენსაც დაუნაწილოთ, ეს არის პენსია. არანაირ ამ დროს 1891 წლიდან დიდი ოტო ბისმარკის მიერ ამაზე არის ფორმულა გაკეთებული და რომელიც გაყვანებულია დღეს თვე სოფლიოში. 2004 წელს ამაზე შექმნილი კანონმდებლობა წინა ხელისუფლებამ გააუქმა. ამიტომ ტერმინსაც კი არასწორად ვიყენებთ. ანუ რო უთხრა ადამიანს ხო ასე არა, თქვა რაღაც დეფინიცირებული რო არის რაიმე ცნება ეკონომიკაში, ერთნაირად ესმის ფრანგსაც, იაპონელსაც, ქართველსაც და სომეხსაც და ასე. აი მაგალითად ახლა რო უთხრა ჩემს მეგობრებს, გერმანელ კოლეგებს, რომ აი ჩემთან პენსია ასეა, მე ამას რა ჩემინო მალავ ხოლმე რომ არ გამიგო ნიკა. სოციალური დახმარება და ან სოციალური დახმარება, შემწეობა და სხვა. და მოდი პირდაპირ თქვა, სწორედ ფასეულობის აღრევის შედეგია ის, რომ საქართველოში დაზღვევის ნაცვლად არის კოლექტიური მათხოვრობის სისტემა შემოღებული. და ასე ვართ უყურებთ, რატომ ძვირფასო ტელემაყურებლებო არავინ არ მოგატყუოთ, რომ ეს შეცდომით აკეთებდა ამას ის ხელისუფლება. ტყუილია არა, ეს იყო თქვენი, ჩემი და სულ ყველას დამონების ყველაზე მარტივი და პირდაპირი გზა. როდესაც დამოკიდებულია ადამიანი მოკალაკე ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, მით ნაკლებია მისი თავისუფლების ხარისხი. ამიტომ მე იმიტომ ვთქვი ბატონო გიორგი, რომ თქვენ ბრძანდებით ის ადამიანი, რომლებაც აი მეცნიერულად დაიწყეთ კვლევა იმისა, რომ აი სიმდიდრე და დემოკრატია. ან თქვენ ამ ტერმინსაც კი გამოყოფთ, დემოკრატია და სიმდიდრე და ამის რაღაც შედარებებს აკეთებთ და აქედან დასკვეთ. აი მე ვფიქრობ, რომ ჩვენი მაყურებელი უკვე მზადა ამ თემებზეც ჩვენთან ერთად საფიქრებად და იქნებ მოგვითხროთ ამის შესახებ. ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ეხლა ეკონომიკურმა განვითარებამ, საზოგადოების განვითარებამ საერთოდ ნორმალურ საზოგადოებაში უნდა გაუმჯობესოს არა ცალკეული ფენების კეთილდღეობა, არა ცალკეული წევრები და ჯგუფების, საზოგადოების წევრები და ჯგუფების კეთილდღეობა, არამედ ყველას კეთილდღეობა ადამიანის საერთოდ იმსახურებს კეთილდღეობას. გარდა ბოროტმოქმედისა, მაგრამ ეს ბოროტმოქმედიც უნდა როგორმე მოვაქციოთ იმ წრეში, რომელიც იმსახურებს კეთილდღეობას. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი არის ის, რომ საზოგადოების წევრები იყვნენ მესაკუთრეები და არ იყოს ასეთი დიდი განსხვავება საკუთრებაში, როგორც ახლა არის. არა მარტო ჩვენთან, სხვათა შორის ეს ხებსაც კი ეხება, მაგრამ უკვე წავიდა დემოკრატიზაცია განვითარებულ ქვეყნებში, საკუთრების დემოკრატიზაცია, სააქციო საზოგადოებების შექმნით, აი კოოპერატივების, სოფლის მეურნეობაში და სხვა ვაჭრობის და სხვა დარგებში წავიდა მესაკუთრეები გახდნენ. ესე იგი საზოგადოების წევრების უმრავლესობა, ძალიან მცირე ნაწილია ისეთი, რომ რაღაც კავშირი არ ქონდეს წარმების საშუალებათა საკუთრებაზე, არა მარტო იმაზე, რომ ბინა ქონდეს ადამიანს და თქვა რაღაც შემოსავალი, არამედ მარტივობდა დივიდენდს ღებულობდეს თავისი საკუთრებით. და დივიდენდს ღებულობს ან აქციონერია, ან თანამონაწილეა, ან ჯგუფური საწარმოს, მცირე საწარმოს საშუალო და ასე შემდეგ და ეს პროცესი წავიდა, თუმცა ნუ ეხლა ძალიან დიდი განსხვავება არის საკუთრებაში. მე ძალიან დამაინტერესა ამ საკითხმა და წიგნსაც ვამზადებ და გამოვცე მერე და ვნახოთ მერე მაგის გარშემო რაზე შეიქმნება, მაგრამ მივდივარ იმ აზრამდე, რომ საკუთრებითი უზარმაზარი განსხვავება და ოლიგარქების არსებობა საზოგადოებაში საკმაოდ ძლიერი ოლიგარქისა ძალიან უშლის ხელს დემოკრატიზაციას. რატომ? იმიტომ რომ საკუთრება ეს არის
ძალაუფლება, სიმდიდრე არის ძალა და ამ ძალით მას შეუძლია გავლენა მოახდინოს საზოგადოების შეცვლა საერთო და სხვა წესწყობილების დამყარება. პოლიტიკაზე, ცნობიერების შესწავლაზე შეუძლია ძალიან დიდი გავლენა მოახდინოს შემდეგ და ამიტომ ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოება ჩემი წარმოდგენით უნდა იყოს ისეთი, სადაც უზრუნველყოფილია საკუთრება ყველასთვის, რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ თანაბრად არავითარი თანაბრობა მაგრამ თითოეულ ადამიანს ჰქონდეს საკუთრება ისეთი, რომ ის გარანტირებული იქნება შემოსავლით, რომელიც არ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რას გადაწყვეტს სახელმწიფო, როგორ გაზრდის, თქვა, პენსიას, როგორ გაზრდის, თქვა, თუნდა საჯარო სექტორში ხელფასზე და ასე შემდეგ. ანდა მე თუ არ მექნება მატერიალური ცხოვრების უზრუნველყოფის საშუალება, მე არ შემიძლია გამოვხატო ჩემი აზრი სრულად და პირდაპირ. იმიტომ გავაკრიტიკებ მაგალითად თქვა თანამდებობის პირს, ის თანამდებობის პირი შეიძლება ჩავისაბდეს და თქვა რაღაც ზიანი მომაყენოს და თქვა მომისმოს ის არსებო საშუალება, რომელიც მე მაქვს. მე ასეთ შემთხვევა არ გქონია, მაგრამ მე ვამბობ ზოგადად, ამიტომ ნებისმიერი ადამიანი უზრუნველყოფილი უნდა იყოს, სადაც ის უნდა იყოს მესაკუთრე, თანამესაკუთრე და ასეთ შემთხვევაში. მაგრამ მეორეა ის, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული განსხვავების, გარკვეული ზომა საზოგადოების საკუთრების მხრივ. აი წინა გადაცემაში ჩვენ რომ მოვიყვანეთ, უკვე საქართველოს ახალი საბაზრო ეკონომიკის ახალი ქვეყანაა, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ უთანაბრობის ისეთ დონეს, როგორც ამერიკაშია, ინგლისში უფრო ნაკლებია უთანაბრობის დონე, ვიდრე საქართველოშია. იაპონიასთან შედარებით ჩვენ სამჯერ უფრო მეტია ჩვენთან უთანაბრობის დონე საკუთრების მხრივ მოსახლეობაში და ეს არ არის კარგი ტენდენცია. ჩვენ რო უზრუნველყოთ ნორმალური განვითარება, აი საქართველოს მომავალი ცხოვრების მოდელში, აი რაზეც ფიქრობენ ამ ტელევიზიის მესვეურები, რომ აი ჩამოვაყალიბოთ როგორმე, რომ საზოგადოების ცნობიერებაც იყოს ისეთი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მომავალ განვითარებას უფრო სწორი გზით წაიყვანს, სწორი ვექტორი რო ავირჩიოთ რა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ეს არის, რომ აი ესეთი უთანაბრობის ასეთი ხარისხი არ უნდა იყოს საზოგადოებაში, რომ ის იყოს ნამდვილი დემოკრატიული საზოგადოება, თავისუფალი საზოგადოება, თუ გინდათ, თავისუფლად რო გამოვხატო მე აზრი, მე უზრუნველყოფილი უნდა ვიყო ჯერ ერთ იმით, რომ საარსებო საშუალებები მქონდეს, რომ მე დაცული უნდა ვიყო აგრეთვე იმისგან, რომ პოლიცია იყოს დეპოლიტიზებული და ხელისუფლება ვერ უნდა იმას ვერ უნდა ცდილობდეს, რომ ვთქვათ, მე თუ გამოვთქვი კრიტიკული მოსაზრებები და სხვადასხვა, მე რაღაცნაირად ვთქვათ, ან დამსაჯოს, ან რაღაც ვთქვათ, გამირთულოს ცხოვრების პირობები. ამიტომ საკუთრება ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია, ერთ-ერთი ფუძემდებლური ფაქტორია დემოკრატიის და არა მარტო საკუთრება უზრუნველყოფს ამას, აუცილებელი არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური კულტურა, საერთო კულტურა, ადამიანის განათლების დონე და სხვა. აქედან გამომდინარე მე ვისურვებდი ის, რომ ჩვენი საზოგადოების ცნობიერება ჩამოყალიბდეს იმ მიმართულებით, რომ ჩვენი საზოგადოება გახდეს დემოკრატიული, არა მარტო ვთქვათ, დეკლარირებით, რომ არა მარტო ვთქვათ, არჩევნებში თავისუფალი თანაბარი მონაწილეობის უფლებით. ესეც არის, რა თქმა უნდა, თავისი, მაგრამ ეს დაკარგავს თავის მნიშვნელობას, თუ საერთოდ მთლიანად დემოკრატიზაციის პროცესი არ წავიდა ყველა სფეროში, ქვეყნის საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში. ორი ადამიანის უფლებები დაცული, კანონის უზენაესობა, ეს შერჩევითი სამართალი. აი ევროპისგან ეს უნდა გადმოიღოს საქართველოს, ეს არის მთავარი, თორე თვითონ რადგან საქართველოს არის უძველესი კულტურის ქვეყანა, მისთვის ეს უნდა იყოს მთავარი ქვაკუთხედი. არის კულტურა, სრულიად სხვა რამეა და ცივილიზაცია სრულიად სხვა რაღაცაა, ხო? კულტურა მოდის კულტის, მითოსის, ტაძრის, წინაპრის საფლავების თაყვანისცემიდან და ცივილიზაცია სხვა რაღაცაა. ცივილიზაცია არის განვითარება,
ინდუსტრიალიზაცია, ეხლა სიტყვაზე სასაფლაოები თუ კულტურისთვის არის მნიშვნელოვანი და საკრალური ადგილები, ცივილიზაციისთვის არ არის პრობლემა მასზე ზედსახლები აიშენოს და იცხოვროს და გეტოების მაგვარ სახლებს აშენებენ. ჯერ კიდევ მეინარდ კეინსი წერდა ამის შესახებ, რომ იმის მაგივრადო რომ ამდენი უხვი რესურსით ჩვენ რაღაცა საოცრებები შეგვდა თუ ეგვიპტელებმა შექმნეს პირამიდები და არის მსოფლიოს საოცრება და ამით რაღაცა დღემდე გვანცვიფრებენ. აი ესეთი ინდუსტრიალიზაციის და ესეთი ცივილიზაციის პირობებში ადამიანები რატოღაც გეტოების მაგვარ შენობებს აშენებენ და მხოლოდ მატერიალურ კეთილდღეობაზე არიან გადასული, ხო? თვით მე კეინსი ამბობდა ამას და მზად ვარ თო ამის მზედავარსკვლავებიც კი ჩავაქროთო, რომ იმიტომ რომ დივიდენდები არ მოაქვს ჩვენთვისო, ხო? და ბუნების მშვენიერება, რომელიც დიდ ლანდშაფტზეა გადაჭიმული, თვლიან, რომ ადამიანები თვლიან დღეს, რომ თუ მას ეკონომიკური სიკეთე არ მოაქვს და მხოლოდ ესთეტიური ღირებულება აქვს, თვლიან, რომ ეს ასტრაფოდ უნდა იქნას ათვისებული და მე ეს იმდან შეუქცევადი პროცესია და აქედან მიღებული დანაკარგი იმხელაა, რომ ვერავით არის ეკონომიკური სიკეთე ამას ვეღარ გადააბალანსებს, გამორიცხულია. იგივე ჭირს დღეს ჩინეთს, აი ამ არაგეგმაზომიერი ხარჯვა მათი რესურსების და საბოლოოდ სანამდე მიიყვანს მათ, ხო? ანუ სრულ ეკოლოგიურ კატასტროფამდე. მაგრამ ჩინეთის დონის ეკონომიკურ აღმავლობამდე ჩვენ არ ვიცი რამდენი უნდა ვიშრომოთ და რამდენი უნდა გავაკეთოთ. იგივე ისიც რომ ჩვენ რაღაცა აი ამ ევროსტანდარტებს დავეწიოთ და აი ეს წარმოებები ავამუშაოთ, ამ დაქუცმაცებულ მიწებს, აი ამ გათითოკაცებულ ქვეყანას რა ეშველება? აი ხა ის NPARD-ის პროექტი რო არაჩვეულებრივი პროექტი ევროკავშირის მიერ შემოთავაზებული, სადაც მხოლოდ კონსულტაციებით კი არ შემოიფარგლებიან, კაცო პირდაპირ წვრილ და საშუალო ბიზნესზე ფულადი დახმარებები მიდის და თანხების გამოყოფა მიდის. პირველი მოთხოვნა არის, რომ გაერთიანდით კოოპერატივება. ჯერჯერობით სულ რაღაც 235-მდე კოოპერატივია ჯერჯერობით დარეგისტრირებული და კარგი იქნება თუ ჩვენი მეწარმეები მივლენ ამ გადაწყვეტილებამდე და აი ესე გაერთიანდებიან, რომ ეს იქნება ქმედითი, ეფექტიანი და შედეგიანი. წინააღმდეგ შემთხვევაში თითო კაცისთვის აი ამ სფეროში თანხის მიცემაც და ამ თანხით რაღაცის გაკეთება სრულიად არაეფექტიანია. ეს იმხელა დანახარჯებს მოითხოვს, რომ უბრალოდ ის შედეგი არ იქნება იმის მეხუთედი, რასაც ისინი მოელიან აქედან. ამიტომ რაღაც ამ გზით უნდა ვიაროთ. ჩვენ რაღაცა წარმოებაზე უნდა გადავიდეთ. ჯერ კიდევ თომას მალთუსი ამბობდა, რომ თუ ქვეყანა ყოველთვის რა თქმა უნდა უფრო დიდი რისკის ქვეშ დგას, ვინც სხვათა დახმარებით, ფულადი და პროდუქტებით ხვის დახმარებაზე კი არ არის მარტო ჩამოკიდებული, არამედ თვითონ აწარმოებს, რა თქმა უნდა, ეს მისი სუვერენიტეტის ერთ-ერთი გარანტია, როცა ის არის მწარმოებელი. მე არ ვამბობ ხა იმას, რომ აიდემეს ატომური რეაქტორი უნდა გქონდეს, თუმცა რატომაც არა. ჩვენი სამეცნიერო პოტენციალის გათვალისწინებით ატომური რეაქტორიც შეიძლება გქონდეს საქართველოს და ამაზე პასუხისმგებელიც იყოს და ეს იყოს მისი სუვერენიტეტის გარანტიც ერთგვარი. აი მაგის უბრალოდ არ მოწერ. კარგით, გაბატონო მაია, მე არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ იმაში, რომ ისაც თქვენ ხალხს უსვამთ და ძალიან ნათლად თქვათ რა ფასეულობა არის ჩვენი ორიენტირი დასავლეთისკენ, რაც მივისწრაფით. რა თქმა უნდა, ბუნებრივია, რომ თუ იქ არის მესაკუთრის ცნება და ეს მესაკუთრე დაცულია კანონით, ჩვენ რა თქმა უნდა ამ ფასეულობას უნდა დავაფუძნოთ ჩვენი ეკონომიკას. აუცილებელია ეს. გარდა ამისა, ის რომ მეტი ძალისხმევაა საჭირო იმისათვის, რომ ჩვენს ეგრეთ წოდებულ ფერმერებს, რანაირად შეიძლება ხა ეკონომიკურ სუბიექტს ფერმერი უწოდო, როდესაც თვითგამოკვებაზე ძლივს ყოფნის თუნდაც ის პროდუქცია, რომელიც მას მოყავს და თქვა 10-15-20% შეიძლება გასაყიდე იყოს. ახლა არ გულისხმობ მაინც და მაინც თხილს და ციტრუსს და ეს ვერ შექმნის კიდე ამით, ხო? მაგრამ ხედავთ რომ რაში არის საქმე, რომ ეს ბარიერი რომ არ არის გადალახული. მე მგონი პირველ რიგში მაინც ჩვენს ფსიქიკაში ვერ არის რომ აი გაერთიანება აუცილებელია. არის უფრო სარგებლიანი და მომგებიანი ყველასათვის. აი ეს ბარიერი ევროპაშიც კი არ აქვს ის ფუფუნება, რომ აი ესე თითო-თითოთი იყვნენ. ანუ იქაც ჭირდებათ ეს. ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში აი სინერგია, რასაც ვეძახით, ხო? აი ეს მაღალი ეფექტი დგება ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა. ამიტომ აქაც არის მეტი მუშაობა საჭირო, მეტი მისვლა ადამიანებთან ამის ახლა. და ერთს დავამატებდი, ახლა მოგცემთ
მე ერთს ვამბობდი ხა, აი წარმოიდგინეთ თქვენ ხა 230-240-მდე ახალი ტიპის კოოპერატივია ჩამოყალიბებული და მე მაგალითად ველოდები იმას რომ თქვა 1, 2 ან 3 წარმატებული რო იქნება და ამ კოოპერატივების საქმიანობას მე დიდი ტელევიზიების ეკრანიდან დავინახავ. ხა ჩვენ ტელევიზია თუ დადგა ფეხზე და გვექნა ამის მატერიალური შეალობა არ დავიზარებ და არც მოვერიდები არ ჩემ ასაკს და დავუშვათ რაღაც ტიტულებს და ასე ვთქვათ რაღაცებს მე თვითონ ვივლი იმ სოფელ კამერით და გადავიღებ რომელიც რაღაც სიკეთეს აკეთებს და ვაჩვენო საქართველოს რომ ნუ ვართ ფეხ ჩამოყრილები, ხურ ჩამოყრილები, ყველაფრიდან გამოსავალი არსებობს და არც ისეთი უბედურებაც არაფერი არ გვჭირს, რომელიც სხვა ერებს არ დამართნია და რაღაცა ნიჰილიზმია ამ ქართულ გლეხშიც გამეფებული სახელმწიფო უხნავს მიწას, უკეთებს ყველაფერს და იმის იქითაც თვითონაც აღარ უნდა არაფერს გაკეთება. გარდატეხა მაინც ვერ მოხდა. კარდინალური არ მოხდა. არ მოხდა კარდინალური არ. იმას მინდა გამომეხმაურო პენსიების შესახებ. აი კომუნისტებს და იმას ყოფილ სისტემას აკრიტიკებდნენ იმაში რომ აი გათანაბრებითი წესი იყო ვთქვათ განაწილების დოვლად და ასე შემდეგ და სხვადასხვა. სხვათა შორის მაშინ არ იყო პენსიებში და ხელფასებში გათანაბრება. საკმაოდ განსხვავება განსაკუთრებით პენსიებში. როგორ შეიძლება ახლა ნებისმიერ ყველა ადამიანს თითქმის გარდა ბიუროკრატიისა, ბიუროკრატიის წარმომადგენლები კარგ პენსიებს იღებენ, მაგრამ გარდა ბიუროკრატიისა ყველას ერთნაირი პენსია ხონდა და ესეც პენსია რომ ეს არ არის, ამაზე საუბარი იყო, ხო? არავითარ პენსია თავის შინაარსით ეს არ არის. იმიტომ რომ პენსია არის დამსახურებული შენი შენატანი საზოგადოებრივ დოვლადში წლების მანძილზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ამ ხანდაზმულობის პერიოდში შენი ცხოვრება, ნორმალური ცხოვრება. აი ბატონო გიორგი, ახლა თქვენ ბრძანეთ დეფინიცია, რაც არის მიღებული 1891 წელს ბისმარკის თეზის მერე და 82-83 წლებში ამან მიიღო საკანონმდებლო სახე გერმანიაში. და ნიუანსი მინდა გითხრათ ამას რატო ვამბობ ბატონო გიორგი. მე ახლა მიყურებს ბევრი ჩემი ყოფილი კოლეგა, ეგრეთ წოდებული ფონდისტები, ან მოგესალმები ფონდისტებო, ვარ ვიქნები და ასე იქნება ფონდისტი ვიქნებით, ამიტომ თქვენი სახელითაც ვამბობ ახლა ამას. ვიღაცას გონია რომ ეს კომუნისტები შემოტანილი. ტყუილია. იცით რა შეა საქმე სინამდვილეში? ახლა ჩვენ ამის მკვლევარი ვარ მე ძირითადად 3 ათეული წელი ამ თემას მეუძღვენი და იცით რა შეა საქმე? მოხდა ასეთნაირად რომ 1891 წელია ბისმარკის ეს თეზისი 83-ში ამუშავდა ეს სისტემა და ბისმარკი ამ დროს მეგობრობს რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე გამოჩენილ და ცნობილ პრემიერთან დღევანდელი გაგებით გორშაკოვთან. მეგობრები არიან გორშაკოვი უფროსია მისი და 1904 წელს ზუსტად იგივე კანონმდებლობა დაუსრულეს სოციალური დაუსრულეს ამოქმედა რუსეთის იმპერიაში და ამოქმედა საქართველოშიც. შემდგომ ხდება რევოლუცია ოქტომბრის საქართველოში და 33 წელს პრაქტიკულად იგივე კანონები და პრინციპები საფუძველზე აღადგინა კიდე ერთმა ქართველმა იოსებ ბესარიონიძე სტალინმა. და განათლების სისტემა საიდან ქონდა გადმოღებული და სოციალური დაზღვევის სისტემა ყველაფერი იქიდან. და კიდე უნდა ვთქვა საინტერესო სიმბოლიკაა ციფრებში დამთხოვის. 1904 წელი საქართველოსთვის მერე 91 დამოუკიდებელ საქართველოში პირველი ინსტიტუცია რომელიც შეიქმნა იყო სოციალური დაზღვევის ფონდი საქართველოში და ბედნიერი ვარ რომ ამის სათავეში ვიდექი ვისაც უნდა ისე გამიგეთ ახლა ძვირფასებო ოპონენტებს მოგახსენებთ პირველ რიგში და გაუქმდა ეს კანონმდებლობა 2004 წელს 1904 და 2020 წელს ამ ასისტის გამოხმაურება და ასეთი ტრანსფორმაცია გაიწოდა რომელსაც ახლა ჩვენ გვიყვება პროფესორი გია მალაშხია ეს სხვა საზომიდან მიუდგა ამ თემას. მე ახლა მოგიყევით პრეისტორია ამ საკითხზე. ეხლა მე მინდა მიმართო ჩვენი პარლამენტის წევრებს მე მგონი მაქვს ამის უფლება რომ კარგი წინა ერთმა პარლამენტმა მეორე მესამე ვერ გადაწყვიტა ეს მაგრამ რაღაც წინ ხომ მივდივართ რაღაცა და ხო უნდა ვიღაცამ ჩაიხედოს იმაში რომ ეს არ არის სწორი სისტემა. აი ჩემი მეგობარი პროფესორები პენსიაზე გავიდნენ არ მუშაობენ უკვე და ცხოვრობენ 150 ლარით. მაშინ როდესაც მარტო იმ ხრივ რომ მათი შენატანი თქვა სახელმწიფო ბიუჯეტში არის საკმაოდ დიდი, ნუ ყოველთვიურად. ეხლა და რამდენი თაობა აღზარდეს კიდევ და თაობა აღზარდეს
კადრები მოამზადეს ქვეყანა, რომლებიც ახლა მუშაობენ, ზოგი პარლამენტშიც არის და ზოგი სხვა. ძალიან გთხოვთ, მომიტევეთ ახლა თქვი კიდევაც გეათერში არ მოვხდით. ეს ჩემთვის ცოტა უფრო დიდი და სხვა თემაა. მე ამაზე ციკლს ვამზადებ გადაცემების ციკლს. არა, უბრალოდ იქ აუცილებლად მოგიწოდა. არა, მე ერთი ვიღაცა მინდა დაფიქრდეს. მე მიხვდებით რატოა? აი ახლა ვინც არის მართველი პარტია? ოცნების საარჩევნო პროგრამაში ზუსტად წერია ეს, რომ უნდა მოხდეს საპენსიო რეფორმა. ნუ 2 წელიწად ნახევარია და სისტემა უნდა ფიქრობენ და არ მიწყენოთ ჩემო ძალიან ძვირფასებო, ვერც იფიქრებ და ვერც მოვიფიქრებთ უკეთეს, რაც მოფიქრებულია დიდი ხნის წინ და დაწყებული ექსაქტნერობა საქართველოში. დაუძახეთ იმ ხალხს, ვინც ეს საქმე იცის და გააკეთეთ. აი ეს ამიტომ ამაზე შემდეგ რა ბატონო გიორგი. არა, მე გააკვირეთ მაინც ფერო შეეხეთ. მე უფრო მინდა თქვენ მითხრათ ბატონო გიორგი, აი ჩვენ დროც ნელა მიდის გაღრმავებისკენ ამ საკითხებისა თქვენ ასე ტერმინს იხენებთ საქართველოს ეკონომიკური ცხოვრების მოდელი. თქვენ ამაზე გაქვთ აშრომიც და იქნება აი ძირითადი კონტურები. მე ქალბატონი მაიაც გვეთქვის ამის აპრობაცია დავუშვათ როგორ მოდის თანხმობაში კორელაციაში დასავლეთის შეხედულებებთან და ამაში დროც ახლა მაგა ამაზე შემდეგი შემიძლია გითხრათ. მე არ მაქვს პრეტენზია რომ თქვა მე ჩამოვაყალებ ესეთ მოდელს, რომელიც პირდაპირ შეიძლება იყოს თქვა სახელმძღვანელო პრინციპი ასეთი, მაგრამ მე მაქვს ნააზრევი. აი გაგახსენებთ ერთ რამეს, რომ ჟან-ჟაკ რუსომ მე-18 საუკუნეში ერთ-ერთი შესანიშნავი ნაშრომი დაწერა უთანასწორობის შესახებ და იქ მას აქვს დასასრულში იმის შესახებ რამდენიმე გვერდი თუ როგორ საზოგადოებაში სურს მას ცხოვრება და ამბობს რომ ნუ რა თქმა უნდა დემოკრატიული თავისუფალი საზოგადოება უზრუნველყოფილი სადაც არ არის უთანასწორობა სადაც არ არის უსამართლობა და ასე შემდეგ. ეხლა ჩვენ როდესაც ვამბობთ იმის შესახებ რომ აი როგორი მოდელით უნდა ჩამოყალიბდეს და ეხემძღვანელოს თქვა ხელისუფლებამ და საზოგადოებამ საქართველოს საზოგადოების განვითარების თქვა პროცესში და აი რო ახსენე მე კონსტრუირება, სოციალური კონსტრუირება ეს არის სახელმწიფოს ფუნქცია ეს არის რომ აი სოციალური კონსტრუქტორი იყოს ის რომ გავლენა მოახდინოს რა თქმა უნდა ობიექტური კანონების გათვალისწინებით გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე და როდესაც ჩემი აზრი ასეთია რომ როდესაც ჩვენ ფიქრობთ საქართველოს მომავალი ცხოვრების მოდელზე ჩვენ უნდა დავეყრდნოთ აი კაცობრიობის გამოცდილებას, იმ ფასეულობებს, რომლებიც შეიმუშავა კაცობრიობამ, რომ საზოგადოებამ დასლიოს ის ვარყოფ მანკიერებანი, რომელიც საზოგადოებაში არსებობდა და სხვა. ეხლა მე იმასაც შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ახლახან გამოვიდა კიდე დიდი ილია, მე ბოლო პარაგრაფი გავაკეთე საზოგადოების ცხოვრების ახალი მოდელი ილია ჭავჭავაძის იდეების მიხედვით. რატომ? იმიტომ რომ ილიას შემოქმედებას რომ კიდე ერთხელ დავინახე რომ სწორედ იქ არის ის ძირითადი ის ჩონჩხი ის ღერძი რომლის მიხედვითაც შეიძლება აიგოს საზოგადოებრივი სისტემა. რაზეა მაინც აგებული საზოგადოების აზე უნდა იყოს? ეს უნდა იყოს სწორედ საკაცობრიო ფასეულობებზე საზოგადოება მომავალი საქართველო მე წარმომიდგენია სამართლიან საზოგადოებად. რას ნიშნავს სამართლიანი? იმას ნიშნავს რომ ყველა ადამიანს ჰქონდეს შესაძლებლობა მიიღოს შემოსავალი თავისუფლის მიხედვით ერთი საზოგადოების დოვლადში რაც შეიტანა და მეორე ალტრუისტული პრინციპის მიხედვით. მაგალითად საზოგადოების წევს რომელსაც არ გააჩნია არ აქვს უნარი რომ იმუშაოს და გამოიმუშაოს რაღაცა საზოგადოება უნდა დაეხმაროს რომ იარსებოს და სხვა. სამართლიანობა უნდა იყოს, თავისუფლება უნდა იყოს დემოკრატია მაღალ ხარისხში. ეხლა აქ საუბრობდით ამაზე რომ აი დემოკრატიაზე ზოგადი მსჯელობა არ არის საკმარისი. საარჩევნო სისტემა არ წყვეტს დემოკრატია. ჩვენ ვხედავთ რომ არა მარტო ჩვენთან, არამედ თუკნა განვითარებულ ქვეყნებში 40%, 35% ზოგჯერ იშვიათად 65% მიდის არჩევნებზე. რას ნიშნავს ეს?
ეს იმას ნიშნავს, რომ საზოგადოება არ ენდობა იმას და არ იყენებს აზრი არ თulis, რომ თქვათ მონაწილეობა არჩევნებში რამე შედეგს მომცემს და მან ფასი დაკარგა, ასეთი კი არა. მე ვფიქრობ, რომ ამ მოდელში თავისუფლება და დემოკრატია უნდა იყოს მაღალ ხარისხში საქართველოში, ეს უნდა უზრუნველყოთ. და უნდა იყოს მშვენიერებისაკენ, ესთეტიზაციისაკენ, ცხოვრების ესთეტიზაცია რას ნიშნავს? ეხლა ზოგიერთი არ დამეთანხმება, მაგრამ საბაზრო ეკონომიკაში ძალიან დიდი წინააღმდეგობა დევს ადამიანებს შორის. ეს კონკურენცია რა არის? ბრძოლა ადამიანებს შორის, რომ აი რომელი გაიმარჯვა და კი, სამართლიან გარემოში ეს ყველაფერი ჯანსაღებია, სად არის სამართლიანი გარემო? იძაბება ესა და ეს უნდა შეიცვალოს. იმისი ისეთი საზოგადოებამ გამოიმუშავოს, რომ კონკურენცია გადავაქცევთ შეჯიბრებად და არა მეტოქეობად, ისეთ რომელიც სპობს ერთი ადამიანის მიერ მეორეს მოსვლა და აქ ჩვენ ბევრი მაგალითები გვაქვს საქართველოში რა მოხდა ამ კონკურენციის პირობებში და მე კონკურენციის პირობებში უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა კოტრდება მიდის თვითმკვლელობა და ასე შემდეგ. და ამას დავამატოთ ამერიკის შეერთებულ ნეპოტიზმი, ამას დავამატოთ ლობირება სხვადასხვა გარკვეული ჯგუფების მიერ. ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოველწლიურად 1.5 მილიონი ადამიანი კოტრდება. კოტრდება არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დაკარგა, მაგრამ დაკარგა საკმაოდ დიდი რაოდენობის. ესე იგი ეს სისტემა არ არის მაინც სრულყოფილი და ისეთი, რომელიც შეესაბამება კეთილდღეობის საზოგადოებას. აი მე ასე წარმოვიდგენი, რომ ფასეულობები, აი ესთეტიური ცხოვრება როდის იქნება ჩვენი, როდესაც ჩვენი ქცევა იქნება სწორედ ისეთი, რომელიც არ არღვევს მორალის ნორმებს, არ არღვევს მშვენიერების ნორმებს, ცხოვრება მშვენიერი სიამოვნების წყარო უნდა იყოს ჩვენთვის ეს ცხოვრება. ნუ ეხლა ეს იდეალები, რა თქმა უნდა, 100% ვერასდროს ვერ განხორციელდება. მაგრამ უძველესი კულტურის ქვეყანას მართებს, რომ ამაზე დაფიქრდეს. სიტყვა მინდა რაზე. ეხლა მე მინდა კიდევ ჩემი აზრია და პირადი აზრია ესა, მაგრამ მინდა გაიზიაროთ ბევრმაც კიდე მე ასე მესახება ესა, რომ ჩვენ მაინც და მაინც არ უნდა მივისწრაფოდეთ იქითკენ, რომ გავაკეთოთ კოპირება, ანუ ვიყოთ ასლი, მაგალითად თქვათ ფრანგული საზოგადოების, თუ გინდა შვედეთის საზოგადოების, თუ გინდა ინგლისის, ამერიკის საზოგადოების. ჩვენ უნდა შევეცადოთ საქართველოში შევქმნათ ეროვნულ ტრადიციებზე მისი გათვალისწინებით, საკაცობრიო მთელი გამოცდილების, მოწინავე ქვეყნების გამოცდილების გადაღება სირცხვილი კი არა, ძალიან კარგი. ზოგი რამე შეიძლება ჩვენგანაც გადაიღოს. ხო, ეხლა ევროპული ცივილიზაცია კარგია, მაგრამ მე ყველაფერი მისაღებად არ მიმაჩნია. აღმოსავლურ ცივილიზაციაში ბევრი რამე კარგია, სხვათა შორის მე მომწონს ზოგი რამე, რომელიც იქ არის. ამიტომ ჩვენ და შევეცადოთ იმ ევროპულიდან იქიდანაც ავიღოთ, მაგრამ მაინც ძირითადი ჩონჩხი ბირთვი უნდა იყოს ჩვენი ქართული ეროვნული ტრადიციები და ჩვენ გვაქვს ეს დემოკრატიზაციის დემოკრატიულობის ყოველთვის ჰქონდა, გენდერული თანასწორობაც ჰქონდა, დემოკრატიაც ჰქონდა. ეროვნული ჩვენი ტრადიციები და ეროვნული ქცევა, მაგალითად, ქართველი ადამიანის, ეს მე მაშინ ძალიან სანიმუშო შეიძლება იყოს სხვისთვისაც კი. გარდა ამისა, ის რომ ჩვენ უნდა, რა თქმა უნდა, არ უნდა გავხდეთ ესე იგი არა ზოგი რამე ჩვენგანაც კი შეიძლება გადაიღოს სწორი ბრძანდები ჩვენთან რენესანსი ბოლოს და ბოლოს 2 საუკუნით ადრე დადგა ვიდრე დანარჩენ სამყაროში და ეს არ მეტყველებს არაფერზე შეიძლება დღეს დეკადანსი ქართული ცივილიზაცია ნამდვილად არსებობს ქართული ცივილიზაცია რომელიც ბევრად ხნიერია ვიდრე ევროპული ცივილიზაცია. დიახ. ევროპული უფრო ჩრდილოეთ ევროპა. აქედან წაიღეს ბატონო ჩემო ოქროს საწმისი და მაგის მერე გაბრწყინდა ელინური კულტურა და ეს მინდა და შემდეგ უფრო კონკრეტულად ჩამოყალიბებული მექნება ალბათ უფრო თქვათ ეროვნული მოდელი და მე ვისურვებდი რომ უფრო გავშალოთ ფართო დისკუსიას ჩვენ სხვადასხვა მოსაზრებებით თვითონ ბრძანეთ გადაცემაში და სხვა ჩემს სტუმრებიც ამას ამბობენ რომ ჩვენ ვცდილობთ ეს პროგრამა იყოს თვისობრივად განსხვავებული იმისგან რაც გვესმის და რასაც მეგვაჩვიეს სამწუხაროდ აქედან ლანძღვაგინება არის მის აქედან რაიმე პოლიტიკურ სუბიექტებზე არ არის საუბარი და რაღაც პოლიტიკურ მიზნებზე მეტიც
აი პოლიტოლოგიურ ტერმინებსაც კი ხშირად ვაჩერებ ხოლმე ჩემს სტუმარს, რომ დაიწყებენ მემარცხენე, მემარჯვენე და ასე შემდეგ, ხო? ვეუბნები, რომ იცით რა, იმ თემატიკაზე, რომელზეც მე ჩემს სტუმრებთან ვლაპარაკობ, ანაქრონიზმია უკვე. ახლა როგორ შეიძლება სოციალურ პოლიტიკაზე ვლაპარაკობდეთ და იქ ვარჩიოთ მემარცხენე, მემარჯვენე და თქვა არ დავიწყოთ სათავიდან, თქვა ეფუძნება ეს ყველაფერი დაზღვევას და მემარჯვენე, მემარცხენეობა არის არიფთან დაკავშირებით კამათის სადაზღვევო შედეგანი დაბალი მაღალი საშუალო ხო თორე ნორმალურ ოჯახებში ხო არ ლაპარაკობენ იმაზე რომ დაზღვევა არ არის საჭირო დაზღვევა უნდა იყოს ამიტომ უპირობოდ უნდა არსებობდეს ახლა ძალიან შორს თუ გავიხედავთ ჩემო ძალიან ძვირფასებო ვიღაცას რომ ძალიან ჩამორჩენილი გონივართ ქართველები ტყუილია ბატონო გიორგი ბრწყინვალის კანონმდებლობაში ეწერა ნაათალის პრინციპი რომ არას მქონეს უნდა დახმარებოდა სახელმწიფო მაშინდელი ასე რომ გენეტიკაში ჩვენ ბევრი რამეა გენდერობაზე რომ მელაპარაკებით ძვირფასებო მე თამარ მეფის დამავალი ვარ ეს რა ვის ელაპარაკებს და ახლა გვაქვს სასწავლი არა ეგ ყველაფერი ვიცოდით და ოდითგანვე იყო ეს ტრადიცია გავიხსენებთ კიდევაც ხვების დაუხმარებლად ძალიან მშვიდად და ძალიან კარგად კარგი, თავარი სხვა რამე მინდა მარტივი კითხვა და პატარა მცირე პასუხი ქაბატონო მაია მიდასტურებ თუ არა იმას, რომ ევროპაში დღეს სერიოზული მსჯელობის საგანია მათი ნაკლოვანებანი, ეს ტერმინი არ არის მარტო რომ ევროპა დაბერდა და მას უდგას სულიერი კდომა აქვს. სულიერი კდომა, ეს ესეა თუ ამაზე კვლევა სერიოზული და დიდი თავები მუშაობენ და სამეცნიერო პროდუქციას დადებენ. თვით ევროპელი მკვლევარები წერენ არაერთი ამის შესახებ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც მტკივნეული თემაა, რა თქმა უნდა და როგორ შეიძლება ამ თემას გაექცეს ვინმე დღეს აი მე იმიტომ ვახსენე მაშინ რომ ეს ევროკავშირიც არის ეკონომიკური გაერთიანება და ფაქტიურად მათაც დათმეს გარკვეულწილად თავის სუვერენიტეტი და ჩვენც ასე მოგვიწევს ჩვენს რაღაც სუვერენიტეტის დათმობა გარკვეულწილად მოგვიწევს თუ ჩვენ მოვხვდებით ევროკავშირში ეს ბუნებრივია მაგრამ გააჩნია ჩვენ რას ხელა სარგებელს მივიღებთ იქიდან და რა ვიცი ტოლფარდი იქნება უბრალოდ ევროპისთვისაც სხვა გზა არ არსებობდა რომ ეს კონგლომერატი რო არ შექმნილიყო ამიტომაც დღეს ცოტა არ იყოს კონფორმისტულები არიან ცოტა არ იყოს უფრო შემწყნარებლურად უყურებდნენ საქართველოს საგვისტოს ომის დროს და არ იყვნენ ასეთი კატეგორიულები ანუ პატარა ქვეყნის გასაჭირის მიმართ და როცა უკვე მათაც ახლა კარზე მოადგათ ეს საფრთხე უკრაინასთან მიმართებაში კიდე სხვანაირი რეაგირება მოყვა ამიტომ თვითონ ევროპაც რა თქმა უნდა კონფორმისტულად არის განწყობილი და სულიერ კრიზისს განიცდის ანუ სხვა ფასეულ მატერიალურ კეთილდღეობაზე არიან უფრო ორიენტირებული რა და ამიტომ მათანაც არის ეს პრობლემატიკა და ჩვენ ამ დროს ვიღაცის იმედად კი არ უნდა ვიყოთ ცხოვრებაში არც ევროკავშირის არც ამერიკის და არც ვიღაცის ის ეპოქა მათ უკვე გაიარეს ის პერიპეტიები რაც ჩვენ ეხლა გვიდგას ეს ეპოქა ეს მათ გადალახეს ოღონდ წარმატებით გადალახეს ოღონდ ნეპოტიზმი კი არ გამოუყენებიათ ქვეყნის ასაშენებლად და არც ის ფინანსური დახმარებები დონორების მიერ გაწეული სადღაც სხვაგან არ წაუღიათ 4-5 წელიწადში აღორძინეს ევროპა მარშალის გეგმით და მე ძალიან ვისურვებდი რომ ეს დასავლეთის გამოწვლილი ხელი დახმარების რომელიც არის უდიდესი ფინანსური დახმარება ეს მართლაქცეული იყოს მარშალის გეგმად საქართველოსთვის და ჩვენ მიგვეღწიოს იმისთვის რომ გაგვეკეთებინოს წარმოება და ჩვენც რაღაცა აი იმ ევროკავშირის იმის მიხედვით რაც გვაქვს ჩართული ის პრეფერენციების სისტემა ის ავამოქმედოთ პრაქტიკულად გამოვიყენოთ შევიდეთ ამ ევროკავშირის ბაზარზე რაღაც ქმედ უნარიანი სახელმწიფოდ შევდგეთ და არ იყოს მხოლოდ ქაღალდზე ეს პრეფერენციების სისტემა და მხოლოდ სურვილის დონეზე მაგრამ ორი სიტყვა მე და ამასთან დაკავშირებით არ შეიძლება ახლა ზოგიერთი ვხედავ რომ ძალიან კრიტიკურადაა განწყობილი რა ევროკავშირი მოდი აქეთკენ ну ახლა ადამიანები განსხვავდებიან არა ჩვენ შორის არ არის ეგეთი ჩვენ მიმართულება ევროპის გვაწყობს ეგ გზა გვახეირებს ეს გზა კარგია რომ არ შეიძლება ვუარყოთ რომ ევროპა არის მართლაც მაღალი ცივილიზაცია თანამედროვე პირობებში მაღალი ცივილიზაციის დონე ტოლერანტობა, თავისუფლების ხარისხი, დემოკრატიის ხარისხი მაღალია ძალიან და კანონის უზენაესობა მატერიალური პირობები ცხოვრების მაღალია და მსოფლიოს ფონზე სხვა მაგრამ არ არის ისეთი იდეალური როგორც უნდა შეიძლება იყოს ევროპასაც აქვს ძალიან დიდი ნაკლი აი მაგალითად ეს წიგნი რომელიც გამოიცა და ძალიან მოსწონს
ქალბატონ მაიას უკეთურება ეუფლება ქვეყნიერებას. ძალიან ისეთი ტენდენცია საერთოდ სოფლიოში ეს ეხება დასავლეთს, აღმოსავლეთსაც და ევროპასაც მათ შორის ბევრი რომელიც სწორედ საფრთხეს უხნის კაცობრიობას. ერთი ზომიერების კიდევ სხვა ავტორები შემიძლია მოვიყვანო, რომ კრიტიკული თქვა ანალიზი და მიდგომა ევროპული ცხოვრების მოდელისა საკმაოდ არის და ეს დაიწყო ჯერ კიდე გასული საუკუნიდან ადრეც იყო, მაგრამ გასული მძაფრად. აი მაგალითად, კეთილდღეობის საზოგადოებაზე დაწერა წიგნი ერთმა ცნობილმა ფილოსოფოსი, ეკონომისტი და სხვა, ბოდრიარი, ჟან ბოდრიარი, ფრანგი არის. აი ძალიან კარგად უჩვენებს, რომ ადამიანების ურთიერთობა, სიყვარული შეცვალა ნივთებსა და ადამიანის შორის ურთიერთობა და ადამიანის სიყვარულმა ნივთებისადმი. არ არის ეს საზოგადოების საფრთხეა. საფრთხე და აი ზუსტად სუყენიადაგია ექსტრემიზმისთვის, ტერორიზმისთვის, რომელიც იგივე იმდიდრებს უქმნის სერიოზულ საფრთხეს ზუსტად. და მე მიმაჩნია, რომ აი ზომიერების დაკარგვა ევროპაში საკმაოდ მაღალი ხარისხითაა, თანამედროვე პირობებში და ცივილიზებული ადამიანის ხედვით დასავლეთში და ზომიერება უნდა გადაარჩინოს კაცობრიობა. ზომიერება არის საშუალო მდგომარეობა, აი წინათაც იყო მსჯელობა, აი ოქროს, შუალედიო, არქიტექტურაში ფერწერაში ყველგან გამოიყენება. ორი უკიდურესობა, ერთი ნაკლება, როდესაც გვაკლია ფასეულობები, მატერიალები თუ სხვა და მეორე არის რაღაც ზედმეტობა კიდე, რომ ზედმეტი მისწრაფება, ზედმეტისაკენ ფუფუნებისაკენ და სხვა, რომელიც დაგმობილია კაცობრიობის ყველაზე ჯანსაღი ნაწილების მიერ. და ყველა ფილოსოფოსის მიერ. ჯერ კიდევ ალექსანდრე მაკედონელი ამბობდა, რომ კაცო ფუფუნება არის მონობა, შრომა არის მეუფეობა. აი ასე ქონდა წარმოდგენი და ამზით უნდა ვიაროთ ჩვენ, რომ ფასეულობების ქონდეს სწორი წარმოდგენა და ეს არის გამოსავალი. ძალიან დიდი მადლობა ძვირფასო სტუმრებო. თქვენთან საუბარში ისე გავიდა საათი და თითქმის 10 წუთი გადავაჭარბეთ, რომ არც მიგრძნია. შეგვიძლია ამას არხის ხელმძღვანელობა. მოკლედ მინდა ერთი თეზათი დავამთავროთ. ძირითადი არსი ჩვენ ამ ნაწილისა ჩვენი გადაცემის და დიალოგის საუბრის, რომ ძვირფასო მეგობრებო, არავინ არ შეგვაშინოს იმით, რომ ჩვენ 10-15 ჯერ ჩამოვჭებით მთლიანი შიდა პროდუქციის მოცულობით ერთსულ მოსახლეზე და თითქოს ამის გამო ჩვენ ადგილი არ გვეკუთვნის ევროპაში. ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ვართ ევროპელები და ვიქნებით და ჩვენ ღირსეულ ადგილს დავიკავებთ იმ სივრცეში. უღრმესი მადლობა თქვენ ძვირფასო სტუმრებო, უღრმესი მადლობა ტელემაყურებელს, ვინც გვიყურა და მოგვიწყდამდე ჩვენ შევჩეულებისავებ შაბათს 7 საათიდან 8 საათამდე. კარგად გრძელდება.